სოფელ უდაბნოში 40 წლიანი უწყლობის პერიოდი დასრულდა. პრობლემა 27 კილომეტრიანი მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციამ გადაჭრა. მანამდე კი სოფელში წყალი თვეში ერთხელ და ისიც დაბინძურებული მოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში 1000-ზე მეტ ადგილობრივ წყლის მოსამარაგებლად კილომეტრების გავლა უწევდა. ტრაქტორი სამსაბურავებს სოფელ უდაბნოს თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. მას აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, რომელსაც მოსახლეობა წყლის რეზერვუარად იყენებდა. 40 წლიანი პრობლემა დასრულდა. მოსახლეობა სასმელი წყალი 24 საათი მიეწოდება. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელს სასმელი წყლის პრობლემა ცოტა ხნის წინ მოუგვარდა. აქ 4 ათეული წლის განმავლობაში მოსახლეობას წყლის მოსამარაგებლად კილომეტრების გავლა უწევდა. შეუდექი სველი წერტილების გაკეთებას სახში. მანანა ხაჭვანი ამბობს, რომ მეზოში წყალი უჩვეულო მოვლენაა. უჩვეულოა ისიც, რომ დიასახლის ჭურჭლის გარეცხვა და სახლის დასუფთავება ონკანის წყლით უწევს. 25 კილომეტრია საგარეჯომდე ტრაქტორით ვეზიდებოდი ცისტერნით, მე ჩავასხამდით ამ რეზერვუარებში, აგეთ ბაკრიშკები გვაქვს და ჯერ ამაში ჩასხმული წყალი როგორ უნდა დაგვენია, მაგრამ სხვა გასახანი არ გქონდა. ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავით, მოდიოდა წყალი, ვაგროვებდით, რეზერვუარები გქონდა და თავკომბალები უჩნდებოდა წყალს, მე ვწურავდი და ისე ვასმევდით ბავშვებს. სოფელ უდაბნოს 27 კილომეტრიანი მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ძველი მილები ახლით შეიცვალა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ერთად სისტემის მუშაობა დღეს თავად შეამოწმა. მე შარშან შევპირდი სოფლის მოსახლეობას, რომ ერთ წელიწადში თქვენ გექნებათ 24 საათიანი წყალმომარაგება და მაღალი ხარისხის წყალი თქო, უკვე შედეგებიც ვნახეთ, აი ეზოებში შევიარე და სულიად სხვანაირად გამწვანებული და ვაშლის ხეები დახუნძლულია ვაშლებით. დღეის მდგომარეობით თითოეულ ოჯახს სოფელ უდაბნოში აქვს ხარისხიანი 24 საათიანი წყალმომარაგება და ამდენი გახარებული და ამდენი თვალანთებული ადამიანი ძალიან სასიამოვნოა. სასმელი წყლის გარდა სოფელ უდაბნოში უახლოეს მომავალში დაგეგმილია გაზიფიცირების დაწყება და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.